შემზარავია. მაგას გავაგზელებ, რაც ხდება ხოლმე დღევანდელ სასამართლოებში, მაგალითად ტროტუარის საქმეებზე თავისთავად ახლავს რაღაც სიცინი რა სასამართლო პროცესებზე ისეთი რაღაცები ხდება და ისეთი რაღაცებზე ისეთი თემების განხილვა გვიწევს საერთოდ რომ ზვიად ცეკვა მყავს ნანახი გაღიმებული ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა ვერაც ვერ ვფიქრებთ ზვიად ცეკვას ეგ ფუნქცია ქონდა რა იცინოდა მაგრამ ეხლა რომ მეუბნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოუდგენელი რომ ფასადზე დადექიო პარლამენტისო ვერ შეიკავა იმ კაცმაც და რამდენიმე დღის ერთ-ერთ მოსამართლეს ვეუბნებოდი სასამართლოზე რომ მიუხედავად ისა რასაც ეხლა თქვენ ხედავთ რომ ჩვენც ვიცით ესენიც იცინიან და თითქოს რაღაც ირონიაში გადადის ეს ყველაფერი თითქოს კარგად არავინ არ იფიქროს მეთქი მე მგონი იმ დროს იმ დარბაზში ერთ-ერთი ადამიანი ვიყავ ვინც ესაც გამოიქონდა იზოლატორი არავინ არ იფიქროს რომ ერთ დღეს რო გაატარებ იზოლატორში აი რო გაიღვიძებ დილით იმ ერთ დღეს ოდესმე ვინმე საპატიებ რა არ არსებობს ეგ ვარიანტი გასაგებია რომ იმ ადამიანებს პოლიციელებისგანაც გამიგია რომ 5 დღე დაისვენებ რა ეხლა დიდი ამბავი ეხლა ამას გეუბნებიან ადამიანები რომ ხვდებიან რომ არასდროს მოგექცნენ მაგრამ არა ეხლა მაგრამ იქ არ მოხვედრილა 5 დღე და 5 დღესაც ჩაჯდები და აქ ხალხი მართლა რამდენი წელია ზის უკვე ვიღაცებს უკვე ყველასე 2 წელი გახდება მალე და აი უსამართლობა რო გჭამს შიგნიდან რა პირველ დღეს რო შეგიყვანენ არაფერს ფიქრის თავი არ გაქვს ერთ სულ გაქვს დაეგდო დაიძინო დაღლილი ხარ ნებისმიერ შემთხვევაში ემოციურად გადამწორი ხარ მაგრამ აი უკვე რო გაიაზრებ რომ კი ბატონო ხო შენ ხვდები რომ ეხლა 1 და 2 დღე არაფერი არაა და ბევრად მეტი გვაქვს გაფლანგური და უაზროდ გატარებული მაგრამ აი უსამართლობას რო აღიქვამ რომ რის გამო მართლა რა რომ ტროტუარზე დადექი იქ რაღაც ბასტრენზე ფეხი გადაგიცდა და იმაზე დადექი და თან გეუბნებიან რომ არც იქ დადგე და მოდია და მაგის გამო გიშვებენ ციხეში საყვარელ ადამიანებს აკლდები მაგის გამო შემოსავალს კარგავ ვიღაცამ შეიძლება სამსახურიც დაკარგოს არიან ეგეთი ადამიანები რომლებიც ამ ამბების გამო სამსახურიც დაკარგეს ხო და ამაზე გეუბნებიან რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც იქ აი როგორ დამოკიდებულება აქვს იცით რომ მათთვის ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურა არ არის ეგრე რა ჩვენთვის ეგრე არ არის იმიტომ რომ ერთხელ მითხრა ერთ მაშინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა არაკოლეგიალურად იქცევიო სასამართლოში და არ ვარ მე მაგათი კოლეგა რა ანუ ვერც ერთ ვითარებაში მე დღეს ვიცავდი მეგობარს იქ ლევანის წარმომადგენელი ვიყავი და არასდროს არ შემიხედავს ამ საქმეებისთვის რომ იქ ადვოკატი ვარ ვიღაც რაღაც სამართლ მეგობარს ვიცავ და ვერასდროს ეგ ადამიანები მაგას ვერ გაიგებიან რომ სასამართლოში წავიდნენ და მეგობარს დაიცვან და ღამეები ათენა იმაზე. უნდა გაიგონ ხარებაშვილის და საერთოდ დააკვირდე ქოცების პროცესს ერთი ადამიანი წამლად არ არის გულშემატკივარი როცა პოსტს და სტატუსს ვერ დაასწრებდი რა ვიცი ქებადიდებას ტიპები ფოტოებს შლიან არ ვიცი სამწუხაროდ აი საოცარი ამბავია ეს და არ ესმით ეს რაღაცაზე გაგეცინო და ვერ გავიგე რა მეთქი ისეთი რომ მე შენთან დადებული ფოტო წავშალოთ ხო რიჟო წაშალე ისეთი რეაქცია გქონდა მეგონი იცის რაღაც ხო ანუ რეალის გულშემატკივარი გავხდე უცებ წარმოუდგენელია ხო სასამართლოს მართლა ის იმდენად კომიკური სიტუაციები ხოლმე ერთ-ერთ მოსამართლეს იმასაც განვიხილე ფეხბურთის მილაპარაკია რამდენიმე დღის წინ რომელ გუნდს გულშემატკივრով მეკითხებოდა ერთ-ერთი მოსამართლე და აი მაგამდეც მივდივართ ხოლმე იმიტომ რომ არაფერი სამართლებრივი არ არის იქ რა რაც ხდება სასამართლო დარბაზებში ბოლო რა წელიწადნახევრის განმავლობაში განსაკუთრებით ახლა არც მანამდე იყო მაგის და მაინც სამართალთან დაკავშირებული სასამართლო მაგრამ არაფერი არ აქვს ამას კანონთან საერთოდ არაფერი არ აქვს სამართალთან და სტრიქტანაც არაფერი არ აქვს ხო ნამდვილად